როგორ გაიქცა ისლამი და რატომ ხდება თოფურია ოლივეირას დროებითი ქამრისთვის? ილია რომ მსუბუქ წონაში საჩემპიონო ბრძოლას მიიღებდა, ეს კარგად ვიცოდით. გასარკვევი მხოლოდ ის რჩებოდა თუ ვინ იქნებოდა მეტოქე. დანა უაითმა ილიას ჩემპიონი ისლამის ნაცვლად მეორე ნომერი ჩარლზ ოლივეირას შეურჩია. რატომ მოხდა ასე? ამის მთავარი მიზეზი თავად ისლამ მახაჩევი არის, რომელსაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ორი წონის ჩემპიონობაზე ჰქონდა პრეტენზია. ამაში ხელს ბელალ მუჰამადი უშლიდა, რომელთანაც საკმაოდ კარგი, შეიძლება ითქვას, მეგობრული ურთიერთობაც აქვს. სწორედ ამის გამო მახაჩევი ქვესაშუალო წონაში ასვლაზე და ჩემპიონ ძმაკაცთან ჩხუბზე თავს იკავებდა. თუმცა გამოჩნდა ცხვირგაღუნული ავსტრალიელი, რომელმაც ბელალს ქამარი წაართვა და ჩემპიონი ის გახდა. იმ წამსვე, როდესაც ჯეკ დელა მადალენამ ჩემპიონის ქამარი წელზე შემოირტყა, მახაჩევმა ეს პოსტი გამოაქვეყნა. მეგობრის წაგებით გულდაწყვეტილი ადამიანის პოსტს ეს რამდენად გავს, თავად გადაწყვიტეთ. მახაჩევს ხელს ისიც უწყობს, რომ JDM-ი მასთან ჩხუბზე უარს არ აცხადებს და 99% უნდა ვიყო დარწმუნებული, რომ მათ ჩხუბი შედგება. ახლა რა შეცვალა ამ ყველაფერმა ილია თოფურიასთვის? არაფერი გარდა მოწინააღმდეგისა და ქამრის სტატუსისა. ჩარლზ ოლივეირასთან ჩხუბი გეგმა ბედ ისედაც განიხილებოდა. ილიამ და ოლივეირამ სოციალურ ქსელებში ერთმანეთი ბევრჯერ ახსენეს და მოკლედ რომ ვთქვათ, ამ დაპირისპირებას ისტორია აქვს. ფანებმა სცენარის ასეთი განვითარება ილიასთვის საზიანოდ აღიქვეს, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. თუ ილია ჩარლზ და მახაჩევი დელა მადალენას დაამარცხებს, მივიღებთ UFC-ს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ბრძოლას, სადაც ერთმანეთს ორი წონის ჩემპიონი შეხვდება. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ ჩხუბში მხოლოდ მსუბუქი წონის ჩემპიონის სტატუსი არ გადაწყდება. აქ გამარჯვებული pound for pound ნომერ პირველი და პლანეტის საუკეთესო მებრძოლი გახდება. თითქმის დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ისლამის და ილიას ჩხუბი აუცილებლად შედგება. როგორ წარმოგიდგენია დანა უაითი ამ ხელა ფულის შოვნის საშუალებას ხელიდან გაუშვებს? ხავიერ მენდესის ამ სიტყვებს მოусმინეთ? Of course, yeah, of course. That would make everybody happy, you know, if something like that were to happen and the UFC gods make those decisions and everybody accepts. That would be the ideal situation. მახაჩევის მთავარი მწვრთნელის ასეთი სიტყვები აუცილებლად გვაძლევს იმის ფიქრის საშუალებას, რომ ილია და მახაჩევი ადრე თუ გვიან ერთმანეთს აუცილებლად შეხვდებიან. დავუბრუნდეთ მთავარ კითხვას. რატომ ჩხუბობს ილია თოფურია დროებითი ქამრისთვის? ამაზე პასუხიც ძალიან მარტივია. ისლამ მახაჩევს ორი წონის ჩემპიონობა სურს. შესაბამისად, მსუბუქი წონის ქამრის დათმობა არ გამოვიდოდა. მახაჩევი დელა მადალენას დაამარცხებს და შემდეგ მსუბუქ წონაში undisputed ქამრის დასაცველად დაბრუნდება. რაც ილია თოფურიას წინააღმდეგ ჩემი აზრით ძალიან გაუჭირდება. საინტერესოა თქვენ რას ფიქრობთ ამ ყველაფერზე. დაგვიწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში, დალაიქეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. ასევე არ დაგავიწყდეთ ზარის ღილაკის გააქტიურება, რათა არ გამოგრჩეთ სიახლეები MMA-ის სამყაროში. მომავალ ვიდეომდე.